ხელვადიხე წარმოადგენს ბიორეაქტორს, რომელშიც ადგილობრივი მიკროფიტების ჰაერი და ნახშირორჟანგის მოშორების და ჟანგბადის წარმოების უნარი გამოიყენება. მიკროფიტი ეს არის მიკროორგანიზმი, რომელიც დედამიწაზე 3 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. ეს არის პირველი ოქსიგენალური, ფოტოსინთეზირებადი ორგანიზმი, რომელმაც ამჟამინდელი ატმოსფერო შექმნა. დღესაც კი მიკროფიტები ჩვენს მიერ სასუნთქი ჟანგბადის 50%-ს აწარმოებს. ბიორეაქტორის შემმუშავებელი მეცნიერების თქმით, გამოყენებული წყალმცენარე 10-50 ჯერ უფრო წარმადად ახორციელებს ფოტოსინთეზს, ვიდრე ხე. გადამუშავებული ნახშირორჟანგის რაოდენობის გასაანგარიშებლად საჭიროა ბიომასის რაოდენობის გაზომვა, რომელსაც წრედის ბოლოს ვიღებ. წელიწადში ერთ მოწყობილობას 9 ტონამდე ნახშირორჟანგის შეკავება შეუძლია. წარმოქმნილი ბიომასა შემდგომ შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც სასუქის, ბიოსაწვავის სახით და ბეტონის კონსტრუქციების წარმოებისთვის. ჩვენი ბიორეაქტორი შექმნილია ქალაქის პირობებისთვის, სრულად ასფალტირებულ ადგილებში გასათავსებლად, იქ სადაც ერთი ხის დარგვაც შეუძლებელია. ამიტომაც ყოველთვის ვამბობთ, რომ ხე უნდა დავრგოთ იქ, სადაც დარგვა შეიძლება, ხოლო სადაც შეუძლებელია, გვაქვს ასეთი არჩევანი.